რუსული დიდი საზაფხულო შეტევა ჩავარდა და ამ ფონზე ტრამპმა სრული დიპლომატიური კაპიტულაცია გამოაცხადა. ეს ყველაფერი მაშინ, როცა რუსეთში ბენზინი გათავდა. აი ეს იქნება ის თემები, რომელზეც დღეს ვილაპარაკებ. გამარჯობა, მე რატი ვარ მუჯირი, ჟურნალისტი. დღეს 2025 წლის 27 აგვისტოა, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 1282 დღე გავიდა, თქვენ უყურებთ პროექტს რა ხდება უკრაინაში. აქვე მადლობა ყველას, ვინც სისტემატურად მიყურებს. თქვენ კი ვისაც არხი არ გაქვთ გამოწერილი, უმოჩვენოთ ხოლმე გამოიწეროთ არხი და ლაიქოთ ვიდეო, გააშეროთ თქვენ სოციალურ ქსელებში, ასე YouTube-ის ალგორითმს ეხმარებით, რომ მიანიშნებთ, რომ ეს კონტენტი ღირს ყურებათა სხვებსაც შესთავაზოს. მოკლედ დავიწყოთ აი იმ თემებზე საუბარი, რაც დავაანონსე, ასე ვთქვათ, და აგვისტო მთავრდება, ბოლო კვირა არის და შესაბამისად ვისაუბრებ დიდი რუსული შეტევის შედეგებზეც, საზაფხულო შეტევის, რომელიც უნდა ქონოდა, მანამდე კი ტრამპზე სამწუხაროდ მართლდება ის, რასაც ხშირად ვამბობ ხოლმე ჩემს ვიდეოებში, ჩვენ ერთგვარ ზაზუნას დღეში ვართ, ერთ წრეზე ვტრიალებთ, როდესაც საუბარი არის უკრაინაში მშვიდობის დადგომაზე, კი რა თქმა უნდა, ტრამპი თავიდანვე აცხადებდა და მე ვიყურებ მის სურვილში, რომ მან ნებისმიერ ფასად მშვიდობა დაამყაროს, შეიძლება თავიდან მას ამის სჯეროდა კიდევაც, რომ შეეძლო რაღაც ზეგავლენი მოახდინა უკრაინაზე, ან შეეძლო მისი ურთიერთობის პუტინთან და ამითი ის დარწმუნებული იყო, რომ ომსვარი დაამთავრებდა, თუმცა ფაქტი ერთია, მშვიდობისგან ერთი პატარა ნაბიჯიც კი არ გადაგვიდგამს, პირიქით მუდმივ აი ამ ჩაკეტილ წრეში ვტრიალებთ, ერთგვარ ზაზუნას დღეში, როგორც ვამბობ ხოლმე, როდესაც სულ ახლოს ვართ მშვიდობასთან, მაგრამ ყოველ ჯერზე თავიდან იწყება ყველაფერი. ტრამპი იტყვის, რომ მოდით აი ახლა განვიხილოთ 30 დღიანი ცეცხლის შეწყვეტა და შემდეგ მივახცევთ მოლაპარაკებებით მშვიდობას. ამაზე ასე ვთქვათ, პუტინი იტყვის, რომ მოდი ტელეფონით ვილაპარაკოთ, ტელეფონით ვილაპარაკებენ, მე ეს ყველაფერი გადაიდება, მე იქნება ტრამპის ახალი ისე ულტიმატუმი, რომ აი ეხლა თუ აი ამ ვადაში აი ეს არ შესრულდება და რუსეთი არ შეწყვეტს ომს, მაშინ მე დამანგრეველ სანქციებს დავაწესებ, მე ისევ სატელეფონო საუბარი, ან ვიტკოფი კრემლში, ან თუნდაც შეხვედრა ალიასკაზე, მე ისევ გადაიდება ეს ყველაფერი და აი მუდმივად აი ამ წრეზე ვტრიალებთ. მეტიც უნდა ითქვას, რომ ევროპელებმა და უკრაინამ გარკვეული, ასე ვთქვათ, პოზიცია დაიჭირეს, როგორ იურთიერთონ ტრამპთან, ნებისმიერ ახალ ინიციატივას, რომელსაც ტრამპი წამოაყენებს ხოლმე, რომ მშვიდობა დადგეს, ევროპელები და უკრაინელები ამბობენ, რომ კი ძალიან კარგი იდეა, მოდი ეს გავაკეთოთ. მე აღმოჩნდება ხოლმე, რომ პუტინი ამას არ აკეთებს და მე ტრამპს თავიდან უწევს ახალი იდეების სწორედ გამოცხადება, იმიტომ რომ ის ხვდება, რომ რეალურად ბერკეტი არ გააჩნია პუტინზე, პუტინი მას, ასე ვთქვათ, აბუჩად იგდებს, ყოველ ჯერზე ახერხებს, რომ დრო მოუგოს, თუმცა მშვიდობა რეალურად არ დგება. აი ესეთი ერთგვარი ზაზუნას წლი არის ამ ყველაფერში, თუმცა აი აგვისტოს ბოლოს მთელი ეს დიპლომატიური მცდელობები 8 თვიანი მას შემდეგ, რაც ტრამპი პოზიციაზე ხელმეორედ ინაუგურაციის შემდეგ, ასე ვთქვათ, 8 თვიანი გასული, მთელი ეს 8 თვიანი დიპლომატიური მცდელობები რო შევაჯამოთ, ახლა გვაქვს ასეთი სურათი, რომ პუტინმა გარკვეული ვადა და დრო გამოივაჭრა, ასევე სერიოზული სანქციები თავიდან აივიდა, თუმცა აი ყველაფერი აი საერთო სურათში რო შევაჯამოთ, რაღაც ესეთი კონტურები გამოიკვეთა, რომ ამერიკა თავის თავზე აიღებს ომის დასრულებას, ხოლო ევროპა უკვე მშვიდობის შემდეგ უკრაინის უსაფრთხოებაზე ზრუნვას. რაღაცა ესეთი კონტურები გამოიკვეთა, თუმცა აქამდე ჯერ კიდევ ძალიან შორს არის და ფაქტობრივი მოცემულობა ის არის, რომ ასე ვთქვათ, ომი გრძელდება მიუხედავად მცდელობებისა. ამ ყველაფრის ფონზე გამოიკვეთა კიდევ ერთი საინტერესო მაჩვენებელი. სტატისტა არის ეგეთი ევროპული პორტალი, სადაც აღიწერება სხვადასხვა ტიპის სტატისტიკა და მათ შორის უკრაინის მიმართ სამხედრო დახმარებაში დახარჯული ფული. თქვენ ახლა სწორედ მის ვიზუალს ხედავთ ეკრანზე და როგორც ხედავთ 2025 წელს პირველად, მას შემდეგ რაც დაიწყო სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში, ევროპულმა დანახარჯებმა გადაასწრეს ამერიკულს. ანუ ევროპა უფრო მეც ხარჯავს უკრაინის სამხედრო დახმარებაზე, ვიდრე ამერიკა. ფულზე არის საუბარი. და რა თქმა უნდა, ეს შესაძლოა სწორედ იმისი ნაწილის შემადგენელი ნაწილიც იყოს, რომ ეს არის ტრამპის პოლიტიკა, რომ ომი ევროპაზე და ევროპელებმა უფრო მეტი უნდა იზრუნონ, შესაბამისად, როგორც ჩანს, ეს უკვე პერისკოპშიც, ასე ვთქვათ,
გამოჩნდა. ამის პარალელურად უნდა აღინიშნოს, რომ თუკი ვინმე არ ცვლის ყოველდღიურ რუტინას, ეს არის რუსეთი და უკრაინა, ანუ ორი ქვეყანა, რომელიც რეალურ ომში არის ჩართული და აქ მიმდინარეობს, ასე ვთქვათ, ურთიერთ საჰაერო სარაკეტო თავდასხმების გაცვლა. რუსეთი ტრადიციულად უკვე ბომბავს უკრაინის ინფრასტრუქტურას, როგორც სამხედროს, ასევე ენერგეტიკულს და რაც ყველაზე სამწუხაროა, სამოქალაქო ობიექტებს, სადაც სამოქალაქო მსხვერპლის რიცხვი იზრდება, ხოლო უკრაინამ მოახერხა და უფრო ინტენსიური გახადა თავდასხმები ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნებზე დრონების მეშვეობით. საქმე იმაში არის, რომ ეს ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნების ძალიან დიდი ნაწილი რუსეთის ევროპულ ნაწილში არის განთავსებული და უკრაინელები ამას წვდებიან. რა არის განსხვავება? ეხლა ასეთ თავდასხმებს ჩვენს ადრეც ვხედავდით, თუმცა ეს იყო შედარებით დიდი ინტერვალებით და დაზიანებული ობიექტების აღდგენას რუსები ახდენდნენ, ამიტომ ისეთი სერიოზული ზიანი ვერ მოხონდა. ახლა კი იქიდან გამომდინარე, რომ დრონების წარმოებაა გაიზარდა უკრაინაში და საკმაოდ ის ყოველდღიურად ვხედავთ ჩვენ უკრაინის მხრიდან დრონების გაშვებას რუსეთის სიღრმეებში, ჩვენ ვხედავთ იმასაც, რომ რუსეთში ბენზინი გათავდა. ხო, რაღაცნაირად აბსურდულად და ანეკდოტის ჟანრში ჟღერს, რომ რუსეთში ბენზინი გათავდა და კი ცოტა უტრირებული არის, მაგრამ რამდენიმე ქალაქში მართლა გათავდა ბენზინი, ყოველ შემთხვევაში ბენზინის გასაბარსადგურებზე აღარ ყიდიან და ამბობენ ქალაქების ოფიციალური პირები, რომ რეზერვები რაც არის დარჩენილი არის, ასე ვთქვათ, საჭირო სხვადასხვა სპეცტექნიკისთვის. რა თქმა უნდა, ფრონტზე ბენზინი არის, რუსეთი ახერხებს ამის გაგზავნას, თუმცა რეალობა არის ის, რომ უკვე დეფიციტი არის დაახლოებით 17% შემცირდა წარმოება ამ მასირებული, ასე ვთქვათ, თავდასხმების გამო. შესაბამისად, უნდა აღინიშნოს ფაქტად, რომ აი ამ უკრაინულმა ინტენსიურმა თავდასხმებმა ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნებზე შედეგი გამოიღო, რუსეთში სერიოზული დეფიციტი არის სამოქალაქო კუთხით. ესეთი თავდასხმები კიდევ უფრო გაძლიერდება და გაძლიერდება მათ შორის იმის გამო, რომ გამოცხადდა, რომ 3350 გაფართოებული რადიუსის რაკეტას მიაწვდის ამერიკა უკრაინას, თავარდოთ ეს ისევ ევროპელების ფულის გავლით მოხდება. რაც აღსანიშნავია არის ის, რომ ეს რაკეტები არის შედარებით იაფი, ვიდრე თუნდაც იგივე ატაკამსის რაკეტები და ასევე მათი მოქმედების რადიუსი არის 450 კილომეტრი. ეს ნიშნავს, რომ უკრაინა შეძლებს აი ამ 450 კილომეტრის რადიუსში, ანუ რუსეთის ევროპულ ნაწილში თავდასხმის ობიექტებზე იერიშების მიტანას და ინფრასტრუქტურის განადგურებას, რაოდენობაშიც ასე ვთქვათ საკმაოდ ბევრი არის 1350 და აი ვთქვათ შეიძლება თამამად ითქვას, რომ ეს დახმარება გაცილებით მეტ შედეგს მოუტანს უკრაინას, ვიდრე თუნდაც იგივე ატაკამსები, იმიტომ რომ ატაკამსები კი ძალიან მაღალი სიზუსტე ძლიერი შეერაღება, თუმცა ის საკმაოდ ძვირია და არ ქონდა ასე მასიურად ეს უკრაინას, ამიტომ ამ მიმართულებით უნდა ველოდოთ სიახლეებს და ასევე ფლამინგო, არ მელაპარაკია ფლამინგოზე, უკრაინული წარმოების ასე ვთქვათ ფრთოსან რაკეტაზე, როგორც თავად უკრაინელები მას უწოდებენ, თუმცა რამდენიმე ადამიანმა პირად საუბარში მკითხა და მე მეც კარგად ჩავეძიე უკრაინულ წყაროებზე დაყრდნობით და თქვა და ასეც არ არის, რომ რაღაცა ფრთოსანი რაკეტა იყოს. უკრაინელები, ასე ვთქვათ, უკრაინელებმა მას შეარქვეს ფრთოსანი ბომბი. ასე ვთქვათ და კარგად რომ წარმოვიდგინოთ, რაღაცა უფრო მარტივად რომ გავამარტივოთ და მარტივად წარმოვიდგინოთ, ეს არის იგივე დრონი, უბრალოდ უფრო შორ მანძილზე მიფრინავს, 3000 კილომეტრზეა საუბარი და ასევე ვთქვათ, რაღაცა პატარა მუხტის ნაცვლად უფრო დიდი სიმძლავრის მუხტი აქვს. შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ დაახლოებით იგივე ფუნქციით გამოიყენებენ, რა ფუნქციითაც დრონებს იყენებენ. აქვე ფლამინგოზე იწერება და ამბობენ, რომ ეს არის იაფი და ეფექტური საშუალება, იმიტომ რომ თოსანი ვთქვათ, მაღალი სიზუსტის და ზებგერითი და ძლიერი მოცულობის, ასე ვთქვათ, რაკეტები გაცილებით ძვირი ღირსად წარმოებოთ, ამიტომ ფლამინგო, ასე ვთქვათ, უფრო იაფი ვერსია იქნება. რაც შეეხება დრონებს, უნდა აღინიშნოს, რომ დაახლოებით 15-20%-მდე დრონი აღწევს, ასე ვთქვათ, სამიზნეებს უკრაინელიდან გაშვებული დანარჩენის ჩამოგდებას ან რადიოელექტრონული საშუალებებით დასმას და გვერდის სავლას რუსები ახერხებენ, 15-20% დრონების აღწევს სამიზნემდე. და მივიღეთ
ის შედეგი, რაც ცოტა ხანზე ცოტა ხნის წინ ვლაპარაკობდი და ამ შემთხვევაში ჩვენ გვექნება უფრო მძლავრი მუხტის მქონე რაკეტა, ფლამინგოზეა საუბარი და თუნდაც იგივე შედეგი რომ მოიტანოს და 15-20% მოხდეს სამიზნეს, ეს საკმაოდ მძლავრი დარტყმა იქნება რუსეთის სიღრმეებში და არა ვთქვათ 400-500 კილომეტრის რადიუსში, არამედ 3000 კილომეტრის რადიუსში, ამიტომ არის მნიშვნელოვანი რომ ეს ასე ვთქვათ ფლამინგოს წარმოება მართლა ესეთი მასიური გახდეს და შევიდეს უკრაინის შეიარაღებული ძალების არსენალში. და ახლა გადავიდეთ უკვე დიდ რუსულ საზაფხულო შეტევაზე. იქამდე შეგახსენებთ, რომ ვისაც არ გაქვთ გამოწერილი, გთხოვთ გამოიწეროთ და ლაიქოთ ვიდეო, გააშეროთ თქვენ სოციალურ ქსელებში. ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ, ეს რუსული დიდი საზაფხულო შეტევა ჩავარდა, იმიტომ რომ ვერც ერთი ოპერატიული მიზანი, რომელიც დასახული იყო ამ ოპერაციის წინ ვერ შესრულდა. სტრატეგიული მიზანი გასაგებია რუსეთს, ეს არის უკრაინის დამორჩილება, მაგრამ ყველა ამ რაღაცა კონკრეტულ კამპანიას იქნება ეს საზაფხულოს შემოდგომა თუ ასე შემდეგ, რაღაც კონკრეტულ მიზნებს უსახავენ ხოლმე რუსული გენერალიტეტი და ამ კონკრეტულის მიზანი იყო ეგრეთ წოდებული ბუფერული ზონების შექმნა რუსეთისა და უკრაინის ფედერალურ საზღვარზე, რაც გულისხმობს სუმში და ხარკოვში გარკვეული ბუფერული ზონის შექმნას, რა თქმა უნდა იგულისხმება უკრაინის ტერიტორიაზე და მეორე დიდი მიზანი რაც იყო ეს არის დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარზე გასვლა, იმის რომ სრული ოლქის ოკუპაცია მოეხერხებინა. ამისთვის საჭირო იყო ასე ვთქვათ რამდენიმე მიმართულებით შეტევა, თუმცა ყველა მათგანი ჩავარდა, ასე შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, სულ ცოტა ხანში მე შემოგთავაზებთ რუკაზე, Deep State-ის რუკაზე ამის განხილვას, მანამდე ასევე მოკლედ მინდა ასე ვთქვათ შევაჯამო ეს საზაფხულო შეტევა 2024-ის ანუ შარშანდელი ნოემბრის შემდეგ გასული სამი თვე გამოირჩა მაღალი ინტენსივობის და ტემპის რუსული შეტევებით, თუმცა ვერც ერთ მიმართულებაზე წარმატებას ვერ მიაღწიეს, ვერ მოხდა ფრონტის გარღვევა, ვერ მოხდა დონეცკის ოლქის სრულად ოკუპირება, ვერ მოხდა ბუფერული ზონების შექმნა. ჯამში ამ ხნის განმავლობაში რუსებმა წინ წაიწიეს ჯამურად, ასე ვთქვათ, 1800 კვადრატული კილომეტრით, რაც უკრაინის ტერიტორიის 0.3%-ია და აი ამ პროცენტებში რო დავიკარგოთ, ასე ვთქვათ, და უფრო აღსაქმელად შედარებით მარტივი იყოს, წარმოიდგინეთ საქართველოს მაგალითზე გადმოვიტან, წარმოიდგინეთ კახეთი და კახეთის 1/6 ხოლო აი ამ ნაწილის ოკუპაცია მოახდინა აი ამ პერიოდში რუსეთმა. შესაბამისად, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ თუ რა მასშტაბებზე არის აქ საუბარი. რა თქმა უნდა, ასე ვთქვათ, ის რომ ზაფხული რამდენიმე დღეში მთავრდება, მას არ ნიშნავს, რომ საზაფხულო კამპანია დასრულდება, კიდევ დაახლოებით თვე-თვენახევარი გაგრძელდება, თუმცა დაიწყო დაახლოებით აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში და აი ამ ხნის განმავლობაში, ამ 4 თვენახევრის განმავლობაში რა წინსვლას მიაღწიეს, მაქედან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ რა მოხდება შემდეგი თვენახევრის განმავლობაში და ეხლა გადავერთოთ უკვე რუკაზე. და რუკაზე თავდაპირველად შემოგთავაზეთ თელს მასშტაბში, რაც მთელი უკრაინა ჩანს სიტუაციას, იმისთვის რომ მასშტაბში დავაკვირდეთ, როგორ ვითარდებოდა საზაფხულო ასე ვთქვათ შეტევა, თარიღს თქვენ ხედავთ რომ არის 1 მაისი 2025 წელი, როგორც გითხარით, აპრილის ბოლოს მაისის დასაწყისში დაიწყო ეს დიდი საზაფხულო შეტევა. აქ იყო საუბარი იმაზე, რომ ასე ვთქვათ ბუფერული ზონების შექმნილიყო აი ამ ზონაში, საუბარი არის რუსეთ-უკრაინის საზღვარზე, სახელმწიფო საზღვარზე, ხოლო აი ამ ზონაში დონეცკის ოლქში მომხდარიყო სრული, ასე ვთქვათ, კონტროლის დამყარება რუსული არმიის მხრიდან და ეხლა გადავუყვეთ თარიღს, მოვიდეთ დღევანდელ დღემდე და ვნახოთ თუ რა აისახება, ასე ვთქვათ, როგორ აისახება რუსული კონტრშეტევა და სწორედ დიდი საზაფხულო შეტევა. თქვენ ხედავთ რომ რეალურად არანაირი ესეთ მასშტაბში, როდესაც უყურებთ არანაირი სერიოზული ცვლილებები და ეხლა უკვე ჩანს სუმის ოლქის მიმართულებაზე შემოსვლა რუსული ძალების, ეს უკვე ივნისის შუა რიცხვები, ივნისის ბოლო პერიოდია, გადავდივართ ივლისში და ისევ პრაქტიკულად არანაირი სერიოზული ცვლილება არ არის და ივლისის ბოლოა ამ დროისთვის და გადმოვიდეთ აგვისტოშიც. მოკლედ შევაჯამოთ აი ამ დიდ რუკაზე.
ასე თვალით აღსაქმელად ძალიან რთულია გავარკვიოთ რა მოხდა, თუმცა ახლა ჩვენ მოვახდეთ კონცენტრირებას აი ამ მიმართულებაზე, რადგან სუმის მიმართულებით იყო სერიოზული მეტნაკლები წინსვლა, რომელიც შეჩერებულია, შემდეგ გადმოვინაცვლეთ უკვე ხარკოვის მიმართულებაზე, აი აქ და ბოლოს უკვე დონეცკის ფრონტს განვიხილავთ აი ამ მიმართულებას, მოკლედ აი ამ სამ წერტილზე, ასე ვთქვათ, კონცენტრირდებით და პირველი დავიწყოთ სუმის ოლქიდან. მოკლედ მივახლოვეთ რუკა სუმზე, ეს არის ქალაქის სუმი, აი აქ გადის სახელმწიფო საზღვარი, თარიღი როგორც ხედავთ 1 მაისი გვაქვს და დავიწყოთ დაკვირვება ამ მიმართულებით. მაისი გავიდა და ივნისი დაიწყო და ხედავთ რუსების შემოჟონვას ამ მიმართულებით. ივლისის ბოლო. აი აქ ახლა ნახეთ კიდევ უფრო თუ მივაზროთ უკვე უკრაინელების აი ეს ლურჯი ზონები ჩდება, რაც ნიშნავს, რომ ახალ შემოსულ რუსულ შეტევას უპასუხეს და ეს ისევ დაიკავეს დეოკუპაცია მოხდეს უკრაინელებმა, ხოლო აი აქ ფრონტი გაჩერებულია, ეს ახლა 1 აგვისტოა და შემდეგ უკვე 1 აგვისტოს მერე, როგორც ხედავთ, აქ ვითარება უცვლელი არის და პირიქით, აი აქ ბოლო დღეში, აი კიდევ ერთხელ დავაკვირდეთ, უფრო ახლოს მივიდეთ, ბოლო რამდენიმე დღეში კიდევ უკრაინელებმა ცოტათი რამდენიმე კვადრატული კილომეტრის წინ წაწევა მოახდინეს. ეს რაც შეეხებოდა სუმს. ახლა უკვე გადმოვედი, ასე ვთქვათ, ხარკოვზე შესატევად გამზადებულ პლატფორმაზე, ასე ვთქვათ, პლაცდარმზე, ეს არის ქალაქი კუპიანსკი, რომლის აღებაც საჭირო არის, რომ შემდეგ უკვე ამ გზით ხარკოვისკენ წავიდეს შეტევის განვითარება. და მოდით ნახოთ კუპიანსკის მიმართულებით რა ხდება რა წინსვლა ჰქონდათ რუსებს 1 მაისის შემდეგ. ჩვენ ხედავთ, რომ თითქმის მთელი მაისი უცვლელი არის, ივნისშიც დაახლოებით იგივე მდგომარეობა, ივნისში დაიწყო მცირედი წინსვლები, ივლისი არის უკვე. ხედავთ წინსვლა საკმაოდ დიდი ჯიბი არის გაკეთებული. და აი ახლა არის ესეთი ვითარება, ეს არის დღევანდელი 27 აგვისტოს მონაცემები, უფრო ახლოს რო ჩავიდეთ და ასე ვთქვათ, გადავიტანოთ სატელიტურ მონაცემებზე, აი ეს კუპიანსკის, ასე ვთქვათ, როგორც ხედავთ, გარშემო წრეზე წასვლას ცდილობენ, იმის რომ ქალაქი ალყაში მოხდეს და შემდეგ უკვე მთლიანად იყოს დაკავებული. ეს ბოლო რამდენიმე დღის, ასე ვთქვათ, გარღვევა არის რუსების მხრიდან, თუმცა ჩვენ გვახსოვს ასეთი გარღვევა სამხრეთ მიმართულებაზე და მაშინ უკრაინელებმა, ასე ვთქვათ, შედარებით რამდენიმე დღეში მოახერხეს ამ გარღვევის შეჩერება, იმედი დავიტოვოთ, რომ ამ შემთხვევაშიც იგივე მოხდება, თუმცა, ასე ვთქვათ, აგვისტოს ბოლოსთვის კუპიანსკი ჯერ კიდევ უკრაინელების კონტროლის ქვეშ არის. და ახლა უკვე გადმოვედით დონეცკის მიმართულებაზე, ასე ვთქვათ, თქვენ გახსოვთ ეს ქალაქი პოკროვსკი, ამაზე ჩვენ გვისაუბრია, თუმცა კიდევ ერთხელ ვნახოთ რა ვითარება არის აქ. შეგახსენებთ, რომ ეს პოკროვსკი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დასახლებაა იმისთვის, რომ კონსტანტინოვკა, კრამატორსკი, სლავიანსკის, ასე ვთქვათ, აღება შეძრუნდა შემდეგ თლიანად დონეცკის ოლქის საზღვრებზე გავიდნენ. ახლა ჩვენი დაკვირვების არეალში ზუსტად ეს პოკროვსკი და ვნახოთ პოკროვსკიზე რა, ასე ვთქვათ, სიტუაცია არის. ისევ თარიღი დაყენებული არის, როგორც ხედავთ, 1 მაისზე და დავიწყოთ 1 მაისიდან დღემდე რა ვითარება იყო. აქ მეტნაკლებად, ასე ვთქვათ, ინტენსიური ბრძოლები იყო. და ინტენსიური წინსვლა ჰქონდათ, ასე ვთქვათ, რუსებს, სადაც იყო მცდელობა პოკროვსკის ალყაში მოქცევის, დაახლოებით იგივე, რაც ცოტა ხნის წინ ჩვენ ნახეთ უკვე ხარკოვის მიმართულებაზე, კუპიანსკის მიმართულებაზე. აი აქ უკვე ეს არის აგვისტოს დასაწყისში დიდი გარღვევა, რომელიც აი ამ გარღვევაზე არის საუბარი, რომელიც ორი მხრიდან ქმნიდა საფრთხეს, ერთი რომ პოკროვსკის მთლიანად ალყაში მოქცევა გამხდარიყო შესაძლებელი, მეორე კი უკვე უფრო ჩრდილოეთ ნაწილში წასულიყო, სადაც აი ამ კონსტანტინოვკა
კრამატორსკი და ცოტა ზევით კიდე სლავიანსკი ამ მიმართულებაზე გადასულიყვნენ ეს მას ვთქვათ გამაგრებული ფრონტის ხაზია, რა ვთქვათ ქალაქების აგლომერაცია საკმაოდ რთულად ასაღები, რომელიც ასე ვთქვათ, რომელიც ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იმისთვის, რომ დონეცკის ოლქზე მოხდეს გასვლა. თუმცა აქ თქვენ ამ ლურჯი მონიშნებით ხედავთ უკვე, რომ უკრაინელებმა ეს გარღვევა შეაჩერეს და ასე ვთქვათ, დასტაბილურებულია ვითარება და დღევანდელი დღეს მონაცემები ასეთი არის. მოკლედ, როგორც ხედავთ, თუ კი საკმაოდ ახლოს არ მივიტანთ რუკებს რეალურად საზაფხულო კონჩეტევის თუ შეტევის, დიდი შეტევის შემჩნევა რუკაზე საკმაოდ რთული არის. მთავარი არის, რომ აი ამ ზონაში, ბუფერული ზონა, რომლის შექმნაც უნდათ ვერ გახდა შესაძლებელი, ხარკოვშიც სულ რამდენიმე დღის წინ მომხდარი წინსვლა არის. თუმცა იმედი დავიტოვოთ, რომ უკრაინელები ამას მალე შეაჩერებენ და რაც შეეხება დონეცკის ოლქში ჩვენ ისევ ვხედავთ, რომ ვითარება პრაქტიკულად უცვლელი არის. მოკლედ რომ შევაჯამოთ, ბუფერული ზონები ვერ შეიქმნა, დონეცკის ოლქის სრული ოკუპაცია ვერ მოხერხდა, ფრონტის ხაზი გარღვეული არ არის, ზაპოროჟიაში და ხერსონში პრაქტიკულად ფრონტი გაყინულია. პრინციპში რუკაზე დაკვირვებით ალბათ მარტივი აღსაქმელი იყო, რას მიაღწიეს რუსებმა და იმის პროგნოზირებაც ვივარაუდოთ, თუ რა შეიძლება მიაღწიონ. მოკლედ, რომ შევაჯამოთ, დღევანდელი დღე არის ის, რომ ჩავარდა დიდი რუსული საზაფხულო შეტევა. შესაძლოა ეს მაინც გახდეს პუტინისთვის იმის საბაბი, რაშიც უთქვათ ეჭვმეპარება, რომ რაღაცა ნაბიჯები გადადგას იმ მშვიდობისკენ. შესაბამისად, ჩვენ წინ სამწუხაროდ კიდევ გველოდება ხანგრძლივი სისხლისღვრელი ომი, რადგან მარტივად პუტინს არ სურს ომის დასრულება. ხოლო უკრაინა, რა თქმა უნდა, არ აპირებს კაპიტულაციას, ისინი აპირებენ გააგრძელონ ბრძოლა საკუთარი არსებობისთვის, იმიტომ რომ როგორც ომის დასაწყისშივე ძალიან პოპულარული იყო წინადადება, როცა რუსეთი და შეწყვეტს საბრძოლო მოქმედებებს, ომი დამთავრდება, როცა უკრაინა შეწყვეტს საბრძოლო მოქმედებებს, უკრაინა დამთავრდება. ასე რომ უკრაინა აპირებს იბრძოლოს თავისი სუვერენიტეტისთვის, თავისი არსებობის უფლებისთვის. ნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვითარება ასეთი არის, რუსეთს ჩაუვარდა საზაფხულო შეტევა, ველოდებით რა მოხდება შემოდგომაზე. ნახვამდის მომავალ შეხვედრაზე.